მოგესალმებით, ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებში ნახავთ, მე ნინო საულქვაძე ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი და მთავრობათა შორისი ეკონომიკური სხდომა 10 წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი კობახიძე ყირგიზეთშია. როგორია საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგი? პირდაპირი ჩართვა ბიშკეკიდან. მაღალი ეკონომიკური მდგრადობით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი კიდევ გააუმჯობესა. რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის პოზიტიურ შეფასებებზე? დაშლით დასრულებული სამთვიანი ერთობა და სააკაშვილის ახალი დირექტივა ციხიდან. ალიანსიდან გარიცხული ნაცმოძრაობა მორიგი რებრენდინგისთვის ემზადება. ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი ვიზედებს ფსონს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პარტია. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია საქართველოს, ამერიკისა და პოლონეთის სამართალდამცავების მონაწილეობით. გამოვლენილია უპრეცედენტო მასშტაბით კრიპტოვალუტის გათეთრების ფაქტი. დაკავებულები არიან დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები. კიდევ ერთი ახალი ავიამარშრუტი თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ფრენები 1 ივლისიდან განახლდება. რა სიხშირით შესრულდება რეისები? საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში დაიწყო. ირაკლი კობახიძეს ხვალ ყირგიზეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს. ვიზიტის პირველ დღეს კი 10 წლიანი პაუზის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებები, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხები განიხილეს. ხელი მოეწერა მთავრობათა შორისი კომისიის მეორე სხდომის ოკმს. პარალელურად საქართველოს დელეგაციის წევრები კოლეგა მინისტრებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. ოფიციალურ ვიზიტს ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი აშუქებს, რომელიც ბიშკეკიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბიშკეკში დღეს დაიწყო. ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის კომიტეტის თავმჯდომარე დახვდა. ხვალ კი უკვე მთავრობის მეთაურსა და დელეგაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს გაიმართება გაფართოებული შეხვედრა და ამის შემდეგ უკვე მედიისთვის გაიმართება პრესკონფერენცია. ვიზიტის პირველი დღე კი მიეძღვნა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. 10 წლიანი პაუზის შემდეგ შედგა ორი ქვეყნის მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომა და ხელი მოეწერა სხდომის ოკმს. მხარეებმა სხდომაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებებით ურთიერთობები და რა პოტენციალი არსებობს სხვადასხვა სფეროში. აღინიშნა ის, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა და ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა გაუზიაროს ყირგიზულ მხარეს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების მიმართულებებით. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სვლად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე. ბოლო წლების განმავლობაში განაცხადა, რომ საქართველო ატარებს დაბალანსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამავდროულად ინარჩუნებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელს. აღინიშნა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ამ პროექტში. გარდა ამისა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს როლი დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებებით. შეხვედრაზე აღინიშნა ის, რომ დაიწყება აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. თავის მხრივ კი ყირგიზულმა მხარემ გადმოთქვა მზადყოფნა ყველა მიმართულებით გაღრმავდეს ურთიერთობები და შთამბეჭდავი უწოდა საქართველოს მიღწევებსა და იმ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ბოლო წლების განმავლობაში.
ჩვენ ჩავატარეთ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის რიგით მეორე ეკონომიკური სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩვენ მქონდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით დისკუსია და ასევე კომისიის დასასრულს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. შეთანხმების ნაწილი დიდწილად მოიცავს მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. როგორც მოგეხსენება, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დივერსიფიცირებული გზით ჩვენი სექტორების განვითარება და სწორედ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაც მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან ექსპორტის ზრდის პოტენციალზე, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობაზე, ვისაუბრეთ ასევე ბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე, სადაც საქართველოს ძალიან დიდი და გამოკვეთილი როლი აქვს, განსაკუთრებით შუადერეფნის კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი კომისია, ეკონომიკური კომისია, რომელიც დღეს ჩატარდა, გათვალისწინებული იყო, გამახვილებული იყო ყურადღება, როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგრეთვე საუბარი იყო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენს ყირგიზ პარტნიორებს, ასევე იმ გამოცდილებების გაზიარების ნაწილში აღინიშნა გარემოს დაცვითი მიმართულებით და ეს ყველაფერი განსაკუთრებულად კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს უფრო სწორად და გააღრმავებს იმ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ხდომა 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა, რაც შეიძლება ერთგვარ ნახტომად შეფასდეს ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი და მიმართულება აქვთ ასევე არაერთი პროექტი, რომელთა განხილვა და მომავალში განხორციელებაც შეგვიძლია. დღეს ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და ის მიმართულებები, სადაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და წინ წავიწიოთ. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ გარკვეულ სიმბოლურ ნახტომს მივაღწიეთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივ თანამშრომლობას, თუ გავითვალისწინებთ ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან როლს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით, არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ეს საერთო უპირატესობები პრაქტიკულ შედეგებად ვაქციოთ. შუა დერეფანი მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და თანამშრომლობის მიმართულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეხვედრები გამართონ კოლეგა ყირგიზელ მინისტრებთან. დღეს აუდიენციაში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და განსაკუთრებით თანამშრომლობის გაძლიერება და პარტნიორობის გაძლიერება საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი, რომელიც დღეს დაიწყო, არის ახალი ეტაპი საქართველოსა და ყირგიზეთის ურთიერთობებში. როგორც უკვე გითხარით, ხვალ მთავრობის მეთაურს ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც განხილვის მთავარი თემები იქნება, რა თქმა უნდა, თუ რა პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებებით და როგორ უნდა გაღრმავდეს სექტორული თანამშრომლობები, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც უკვე მედიისთვის ჩატარდება პრესკონფერენცია და გარდა ამისა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მადლობა, ეს ქეთი მამრიკიშვილი იყო. საქართველოს, ამერიკისა და პოლონეთის ზალოვანი უწყებების ერთობლივი სპეცოპერაცია გამოვლენილია უპრეცედენტო მასშტაბის კრიპტოვალუტის გათეთრების ფაქტით. დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. სპეციალური ღონისძიება საქართველოს 10 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა და მასში სამივე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კიბერდამნაშავეებისა და კრიმინალებისთვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას უზრუნველყოფდნენ, რაშიც სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. 2022-25 წლებში გათეთრებულია რამდენიმე 100 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ქართულ-ამერიკულ-პოლონური მასშტაბური ღონისძიების შესახებ ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, დაყადაღებული 173 მანქანა, ძვირადღირებული უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები. საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგები ასეთია. ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გამოვლენილია ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი და დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ორი
უცხო ქვეყნის მოქალაქე. ირკვევა, რომ დაკავებულები ფსევდონიმით აუდი A6 წლების განმავლობაში კრიპტოვალუტის გათეთრების სქემებს მართავდნენ და სხვა კიბერდანაშაულებრივ ქსელებს უკანონო გზებით მოპოვებული აქტივების კვალის დაფარვაში ეხმარებოდნენ. ამაში კი სოლიდურ სარგებელსაც იღებდნენ. 2022-25 წლებში აუდი A6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე 100 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით აუდი A6, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა. ინტერნეტ სივრცეში კიბერდანაშაულებების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას, დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისაგან დაფარვას, რაშიც იღებდა სოლიდურ სარგებელს. ჯგუფი კიბერკრიმინალურ ფორუმ Dark2 ვებსაც აკონტროლებდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოქმედი კრიმინალური ქსელების ერთმანეთთან დაკავშირების პლატფორმად გამოიყენებოდა. დამნაშავეების მიერ გამოყენებული იმ ვებსაიტების მისამართები, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობისთვის იყენებდნენ, ევროჯასტმა გამოაქვეყნა. ფულის გათეთრების სქემის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენდა ათასობით ყალბი ანგარიში, რომლებიც გახსნილი იყო მომპარული ან შესყიდული პერსონალური მონაცემების გამოყენებით. ჯგუფი იყენებდა როგორც კომერციულ ელექტრონულ პოსტებს, ისე მათ კონტროლს დაქვემდებარებულ დომენებთან დაკავშირებულ ელექტრონულ მისამართებს კრიპტოვალუტის სხვადასხვა ბირჟაზე შუამავალთა ანგარიშების დასარეგისტრირებლად. მასშტაბურ სპეცოპერაციაში საქართველოს, ამერიკისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვან და პრაქტიკულ შედეგებს იძლევა. მათი თქმით, გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაული და წარმატებული თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორი ქვეყნები საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევით მოქმედებენ. დღეს მსოფლიო გაერთიანებულია და ამ მიმართულებითაც მოქმედებს დანაშაულებრივი სამყარო და ამიტომ საჭიროა ჩვენი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ამ მიმართულებით ვებრძოლოთ დანაშაულს. პარტნიორობა საქართველოსთან არის ის დიდებული მაგალითი, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები და მინდა გამოვხატოთ ჩემი მადლიერება გენერალური პროკურატურის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ იმის მაგალითი, როცა ერთი მიზანია. მე მინდა ქართველი კოლეგების და შესაბამისი უწყებების მიმართ გამოვხატო მადლიერება. მასშტაბური ტრანსნაციონალური დანაშაულის წარმატებული გახსნა, რომ სხვადასხვა ქვეყნების უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ და ერთიანმა ხედვამ განაპირობა, ეს პოლონელმა სამართალდამცავებმაც აღნიშნეს. ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიან შედეგებს სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა, კოორდინირებული მოქმედებები და საერთო ამოცანების გაცნობიერება უზრუნველყოფს. მინდა საგანგებო მადლობა გადავუხადო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. სწორედ ჩვენი ასეთი მხარდამხარ მუშაობა, გაცნობიერებული ამოცანები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიმოქმედოთ. მადლობა ძალზედ შედეგიანი მხარდაჭერისთვის. მასშტაბური სპეცოპერაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით მომზადდა. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 10 ივნის აჭარის ტერიტორიაზე დააკავეს. გლობალური გაურკვევლობისა და მზარდი გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას ინარჩუნებს. სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაცია აღიარებს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანას გარე შოკებთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევების ფონზეც საქართველოს მაღალი ეკონომიკური მდგრადობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. რას პროგნოზირებს გავლენიანი ფინანსური ორგანიზაცია, დეტალები ნუცა კოროშინაძის სიუჟეტში. პრაგმატული პოლიტიკისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. მათ შორის არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. გავლენიან ფინანსურ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობას ინარჩუნებს. ძლიერი ეკონომიკური საფუძვლისა და არსებული პოლიტიკური სტაბილურობის წყალობით კი ჩვენი ქვეყანა გარე გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.
ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველწლიურად გარკვეულ სექტორებში არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც საბოლოო ჯამში დადებითად ისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე და რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა აი ამ პოლიტიკის შედეგად გამორჩეულია და ლიდერია ჩვენი რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, მისასალმებელია ის, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა ასევე მზარდია და ანალოგიურად აფასებენ ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი წარმატების წელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რეალური ეკონომიკა მისი თვალსაჩინით 6.9% გაიზრდება წელს, მომავალ წელს 5.7%-ით, გააუმჯობესა აგრეთვე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ფონდის შეფასებით წელს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 14%-ით გაუმჯობესდება, ხოლო 2026-21 წლებში 10.9% იქნება დოლარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილ პროგნოზებს სახელისუფლებო გუნდი გატარებულ რეფორმებს უკავშირებს, რადგან სწორედ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, უცხოური ინვესტიციების მზარდი ნაკადი და ბიზნესისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემო განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მმართველი გუნდისათვის მთავარი ამოცანაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის სარგებელი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზრდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე. აღნიშნული გამოწვეული არის იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს სახეზე. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. მრავალმილიარდიანი ინვესტიციები, რომლებიც აი ბოლოს უკვე ტეზერას შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, ამ იტალიური უშუალებელი კომპანია 200 მილიარდიანი. გასაკვირველია, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმ მაჩვენებლებთან, მათ შორის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია მისასალმებელია, კარგია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბევრს არათუ არ უხარია, მთელ რიგ სისტემებს ქმნიან, სცენარებს, რათა აი ამ პოზიტიურ პროცესებს ხელი შეუშალოს. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იმაზე წუხს მეორე დღე მშვიდობიანად გაუთენდება თუ არა, ფაქტიურად ჩვენ რეგიონში ასეთი მოცემულობაა, ხო? ჩვენთან კიდე საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები იმას ითვლიან, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს რამდენად გაეზარდა და რამდენად უფრო მეტი აქვს. კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებიც აღიარებენ, რომ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს ბატონი კობახიძე და ზოგადად საქართველოს მთავრობა, მოაქვს შედეგი სწორი პრაგმატული ეკონომიკურად სტრატეგიული გათვლილი ნაბიჯებით მიდის საქართველოს წინ იმისთვის რომ ეს ეკონომიკური ზრდა რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ უმაღლეს ნიშნულზე ისეთი როგორიც არ არის არც ერთ ქვეყანაში ჩვენს რეგიონში რაც რა თქმა უნდა პირდაპირ პროპორციულად პირდაპირ თუ ირიბად აისახება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე. დარგის ექსპერტების შეფასებით გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ქვეყნების ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარების პერსპექტივებს ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებენ. მათივე თქმით, საქართველოს მიმართ გაუმჯობესებული პროგნოზები სწორედ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ასახავს, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. მოცემული ზრდაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ისინი ეყრდნობიან მყარ მონაცემებს, სტატისტიკას და პროგნოზებს, რომელიც არის დროის მიხედვით გამოცდილი და გვიჩვენებს ზოგადად გარემო სიტუაცია, რომ როდესაც სამეზობლოში არის არასტაბილური მდგომარეობა, საქართველოს თავისი სტაბილურობით იზიდავს როგორც ინვესტორებს, ასევე ზოგადად გარემოს ქმნის განვითარებისთვის. ხელისუფლების მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ 2026-2027 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება არა მხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად.
ნაცმოძრაობის მორიგი რებრენდინგის მცდელობა და ლიდერის ახალი დირექტივა ციხიდა. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს ანონსებს და ფსონს ამჯერად საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ნანუკა ჟორჟოლიანს ედებს. სააკაშვილის პარტიაში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ ანდო ლიდერმა პარტიის რეინკარნაცია მათ ნაცვლად ტელეწამყვანს. პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ნაცმოძრაობის განახლების პროცესში მოქმედი თავმჯდომარედ შეიცვალოს. პარალელურად დაპირისპირება ისევ გრძელდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის, რამაც 3 თვის წინ შექმნილი ალიანსი დაშალა და ნაცმოძრაობა გაერთიანების მიღმა დატოვა. დეტალებით ანა შანიცე. მე ვფიქრობ, რომ პარტიას ყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი. ნანუკა ჟორჟოლიანმა თინა ბოკუჩავას ქება დიდება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ სააკაშვილი ნაცმოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის მისით ჩანაცვლებას გეგმავს. ინფორმაციას საფუძვლად ციხიდან გაცემული ის დირექტივა უდევს, რომლის მიხედვითაც ექს-პრეზიდენტმა პარტიაში რადიკალური ცვლილებები, როგორც თავად წერს ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიულ საქმიანობაში ჩართვით გადაწყვიტა და მანდატიც მიანიჭა. სააკაშვილის მანდატ მინიჭებული ადასტურებს, რომ თავმჯდომარეობის შეთავაზებაც მიიღო, თუმცა უარი თქვა. თინა ძალიან სწორი კანდიდატია, უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. ანუ თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე. მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი. რა შესძენს განახლების ამბიციის მქონე პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი ერთპიროვნული ლიდერის გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში მასზე დიდ იმედებს ერთხმად ამყარებენ. თუმცა გაურბიან კითხვას ხომ არ უკავშირდება ჟორჟოლიანის პარტიაში ინტეგრაცია იმას, რომ ლიდერებმა სააკაშვილის მოლოდინები ვერ გაამართლეს. ციხიდან დაანონსებულ ცვლილებებს სოციალური ქსელით მიესალმა მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც ჟორჟოლიანის პერსონის შეფასება არც უფიქრია. რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის განაცხადს ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ, რახანია ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობდა მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამის ნაციონალური მოძრაობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი? მე კიდევ ერთხელ გაგეცით ის პასუხი, რაც შეხედეთ კიდევ ერთხელ. ნანუკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის ხალხთან ურთიერთობაში და მათ შორის ძალიან ბევრ სხვა მიმართულებები. ახალი სახე რა ხარ ყავს პარტიაში, ეს რას ნიშნავს, რომ ვერ გაართვა ვინმე თავი? ახალგაზრდა ადამიანების შემოყვანა მე მგონი არავის არ უკვირს. მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ადამიანი ნახეთ ნაციონალურ მოძრაობაში მოსული, ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერ გაამართლა. ის ახალი პიროვნება არ არის ამ ბრძოლაში, ის არ იყო უბრალოდ აქტიურად ჩართული ნაციონალური მოძრაობის უშუალოდ ასე ვთქვათ პარტიულ საქმიანობაში. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობის ფონზე მწვავე დაპირისპირება და ერთმანეთის შეურაცხყოფა დაშლილ ალიანსშიც კი არ წყდება. ანა წითლიძემ თამარ ჩერგოლეიშვილს დღეს პოლიტიკური რეიტინგი შეახსენა. გვარამიამ კი ნაცმოძრაობის გამუდმებული პოლიტიკური შატალოს ამბავი მოჰყვა. როცა არ დადიხავს ხდომებზე, არ იღებ საქმიანობაში მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ არის ეს წევრობა. არასოდეს არ მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი. ოპონენტებში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური რესურსი სრულად ამოწურა. რაც შეეხება დაანონსებულ რებრენდინგს, მმართველი პარტია ჟორჟოლიანი თუ მის გარეშე ათარჩევნებში დამარცხებულ ნაციონალურ მოძრაობას ისევ პოლიტიკურ კრახს უწინასწარ მეტყველებს. რაც ახალი ვიხილეთ სააკაშვილის განცხადებებში და მას საერთოდ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც სიახლე გვაქვს, ეს არის ორი რეალური სიახლე, რაც დავინახეთ. ეს არის ვარცხნილობა, რომელიც ცოტა უცნაური იროკეზის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ყოველთვის ისედაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთ შემადგენელ რაღაცა მექანიზმად განიხილებოდა. დანარჩენი სიახლე არაფერი არ არის, იგივე ძველი გრძელდება. მე პირადად მივესალმები, სულ აი ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია გააკეთონ თავიანთ პარტიაში. რამდენჯერ უნდა იმდენჯერაც. მოიყვანონ ახალი ტოპ-ტვინები.
ქალტოენ ანუკა ყავთ ამჯერად მოწვეული და მგონია რომ ფერი-ფერსაო ნათქვამია და ზუსტად ერთი-ერთი არიან. და კიდევ ერთხელ შეეშვან რა ამ ქვეყანას. აქ გუნდურობაზე და რა პარტიულობაზე უნდა ვისაუბროთ. აქ ისევ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ერთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი. მე არ მგონია რომ დიდი ცვლილებები იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, უბრალოდ ეს იქნება მოჩვენებითი ისევე როგორც 101 დღის განმავლობაში გააძლო იმ ალიანსმა შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდი დასაწყისში იყოს ესეთი მოჩვენებითი ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ მყარი ცვლილებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მივა არჩევნებამდე და თავის ამომრჩეველს რაღაცა კონკრეტულს შესთავაზებს, მე დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ერთ ჩვენთაგანი ვერ ვიხილავთ. სააკაშვილი გვარამია ბოკერიას ალიანსი ერთობის გაფორმებიდან 3 თვეში დაიშალა. ახლა აქტუალურია კითხვა, რა მოხდება და ვინ გახვება ალიანს მიღმა დარჩენილ ნაციონალურ მოძრაობაში დაანონსებულ რადიკალურ ცვლილებებს. ეს სავარაუდოდ ივლისის თვეში პარტიის ყრილობაზე გამოჩნდება. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ბრიუსელში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა სტანდარტული პროცედურაა, რომელიც სავიზო რეგულაციებშია გაწერილი. ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს წარუდგენს იმის შესახებ, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს. სახელმწიფო გუნდი კი ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საკითხი ევრობიუროკრატიის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენება. მართლ პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. საქართველოს პერნატლად ასრულებს წინმედის და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება საზღვარზე კონტროლს, რაც შეეხება რეადმისიას, რაც შეეხება იმ დეტალებს, რომელიც მოთხოვნილია საქართველოსაგან არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყნისაგან, როგორ უნდა მართავდეს საზღვარს მიგრაციის რეადმისიის პროცესებს, ეს ყველა საკითხი განხილული იქნება. რასაკვირველია პოლიტიკური თემის გარეშე არც შეხვედრა არ ჩაივლის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის, ვფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გაგვაჩნია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან, იმიტომ რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით. ეს არის შანტაჟი და მუქარა მორიგჯერზე. ერთადერთი დარჩათ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ. დღევანდელი პოლიტიკა, რაც აქვს ბრიუსელს, ეს შორს არის დემოკრატიული მართლა ევროპული ღირებულებებისგან. დაცლილია. და ამის დემონსტრება არის თითოეული მათი ნაბიჯი, ქმედება და ესე იგი მოქმედება. თქვენ ნახეთ, ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ დღესაც და თვითონ კადრს ეძებენ რუსეთთან მოლაპარაკების რაუნდი როგორ გამართონ. ეს არის მორიგი ტექნიკური დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც იმართება დღევანდელ დღეს და რომლის მსგავსი შეიძლება მომავალ პერიოდშიც გაიმართოს, იმიტომ რომ ეს პროტოკოლი ამას ითვალისწინებს და ის პერიოდი, რა პერიოდიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის გამტკიცების საკითხი მოითხოვს სწორედ ესეთ შეხვედრებს და რა თქმა უნდა ჩვენ დავალოთ საბოლოოდ გადაწყვეტილებებს, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იქნება და სამწუხაროა ის რომ ჩვენი ოპოზიციური ლიდერები ცდილობენ რომ ამისგან რაღაცა ესეთი აპოკალიფტური სცენარი შექმნან. ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები რაც ჰქონდა საქართველოს და აქვს დღევანდელ დღეს აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ თამამად რომ ყველა სრულდება. ერთადერთი რასაც ამ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები არ ეთანხმებიან და რაც უკვე შემდგომ დამატებით საქართველოსთვის შემოიღეს ეს პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მასშტაბური ანტისაიმიგრაციო პროტესტი ბელფასტში და შეტაკებები სამართალდამცველებთან ორდღიანი არეულობა ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში მძიმე შედეგებით დასრულდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დამწვარი ინვენტარი, დაშავებულები და დაკავებულები. დემონსტრაციების დასაშლელად პოლიციას ძალის გამოყენება დასჭირდა. მოსახლეობის პროტესტი სუდანელი ემიგრანტის მიერ ადგილობრივის მძიმედ დაჭრას მოჰყვა. დეტალები მარიამ რატიანის სიუჟეტში.
გადამწვარი მანქანები და სახლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, 12 დაშავებული, პოლიციელი და 16 დაკავებული. ასეთია ბელფასტში განვითარებული ორდღიანი მასობრივი არეულობის შედეგები. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილი პროტესტი ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. დავაკავეთ 16 ადამიანი, მათგან 2-ს უკვე წაუყენეს ბრალი. ამ მასშტაბური არეულობის დროს 12 პოლიციელი დაშავდა, ზოგიერთი მათგანი მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმის შედეგად. ადგილობრივები პოლიციას აგურებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურის დაზიანების პარალელურად ბელფასტში მცხოვრები მიგრანტების სახლებში შეჭრას სცადეს. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლით და პლასმასის ტყუები გამოიყენეს. არეულობის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეზე სუდანელი მიგრანტის მიერ სასტიკი თავდასხმის კადრებია ასახული. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლისთვის ყელის გამოჭრას ცდილობს. ხსმენიათ ცემის შემთხვევების შესახებ, ხსმენიათ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, ხსმენიათ ქურდობების შესახებ, მაგრამ თითქმის არასდროს გაიგონებთ, რომ ვინმესთვის დღისით, ყოველს თვალწინ, ფაქტობრივად თავის მოკვეთას სცადეს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიიდან არ არიან. მე კი როგორც აქ მცხოვრებ ადამიანს, მე შინია რომ შესაძლოა შემდეგი მე ვიყო, ვისაც ქუჩაში დაესხმებიან თავს. არ ვიცი სად წავიყვანო ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები. ჩემი შვილი 9 წლისაა და ყველა იმ კითხვას მისვამს, რაც თავში მოუვა. მე კი არ ვიცი როგორ ვუპასუხო მას. ჩრდილოეთ ირლანდიაში განვითარებულ მოვლენებს მმართველ გუნდში გამოიხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მსგავსი არეულობები არაეროვნული ფუნდამენტური ღირებულებებისა და უკონტროლო მიგრაციის ლოგიკური შედეგია. მიგრაციის პროცესმა სერიოზული პრობლემები მოუტანა ევროპის ქვეყნებს. იქ გარკვეული ქვეყნებია დანია მაგალითად, უნგრეთი, რომელიც არ თანხმდება ამ საერთო პოლიტიკაზე მიგრანტების გადანაწილებაზე, მაგრამ ეს კულტურათა თანაცხოვრების თემა უკვე საკმაოდ სერიოზული ხინჯით ხასიათდება. იქ სადაც არის პრაგმატული ეროვნულ ინტერესებზე აქცენტირებული პოლიტიკა, იქ ყველგან მშვიდობაა და ყველგან აქცენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე. იქ სადაც არის deep state-ის მმართველობა, იქ სადაც უცხო ქვეყნის დაკვეთით იმართება ქვეყნები, ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ შედეგამდე მივალთ. ბელფასტში განვითარებული მძიმე მოვლენების პარალელურად დაპირისპირებაა ბრიტანეთის ხელისუფლებაში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრისათვის განკუთვნილი ღია წერილი მან სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა და კիր სტარმერის ხელისუფლება თავდაცვის ძალებისთვის საკმარისი ფინანსების გამოყოფის მხრივ გულგრილობაში დაადანაშაულა. ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღსაკვეთად გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღო. ბოლო ერთ კვირაში ჯამში უკვე 254 სპეციალური მოწყობილობა ამოღებული, რომლის საშუალებითაც წლების განმავლობაში ხდებოდა კრიპტოვალუტის არალეგალური გენერირება. უკანონო ბიზნეს საქმიანობისა და დენის ჭარბად მოხმარების პრევენციის მიზნით მთავრობის გადაწყვეტილებით მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესი იწყება. დეტალები სოსო ელისაშვილის სიუჟეტში. საქართველოს ხელისუფლება ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის პროცესის დასრულების მიზნით სახელმწიფო აქტიურ ქმედებებს ახორციელებს. პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ნივთმტკიცება დამოიღო. გამოძიების ცნობით ადგილობრივები ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას სისტემატიურად ახდენდნენ. ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ამოღებულია 254 ერთეული ეგრეთ წოდებული მაინერი. აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. უკანონო მაინინგთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მარიამ ქრევიშვილის თქმით, არსებული მდგომარეობა არსებულ ტარიფზე გავლენას ახდენს და სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია. ორი მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა. პირველი მუშაობს, რა თქმა უნდა, ადგილსა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს იმ პროგრესს, რომელიც გულისხმობს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტებს. მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც უკვე ჩვენ საზღვრავთ არსებულ გეგმა გრაფიკს მომავალი პერიოდის იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება. საკმაოდ ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს სამომხმარებლო
ტარიფზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მათ შორის საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, ანუ არარსებული სატარიფო პოლიტიკა სვანეთში, მაგრამ მეორე მხრივ უზრუნველყოფთ მოწესრიგებას უშუალოდ ელექტროენერგიის ზედაზღვრის არსებობის იმისთვის, რომ გავმიჯნოთ ის საჭიროება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს უშუალოდ, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ შორის სასტუმროებს, განთავსების ობიექტებს და სხვა ბიზნეს მეწარმეებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება 133 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს, მაშინ, როდესაც 7-10 მილიონს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების საჭიროება დადგა ხელისუფლება მოსახლეობას კანონდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მესტიაში 133 მილიონი კილოვატ-საათი არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მილიონ კილოვატ-საათს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ძირითადი წყარო ამისი არის სწორედ ეს მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ სულად ამოღებული იქნეს აღნიშნული ამ ტერიტორიიდან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მაინერების გამოყენება მესტიაში ქვეყნისა და განსაკუთრებით რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს გამოწვევების წინაშე აყენებს. პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება კი დროული და მნიშვნელოვანია, რაც შეეხება გამრიცხველიანებას. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ გამრიცხველიანება ამ შემთხვევაში ეფექტური მექანიზმია. გამრიცხველიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამრიცხველიანება არის ქმედითი მექანიზმი, რათა კონტროლი იქნეს დაწესებული მოხმარებაზეც. საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ზოგადად სახელმწიფო ყველა მთელ ტერიტორიაზე კანონის უზენაესობა გაიხადოს პრიორიტეტად. საქართველო არის ევროსტანდარტის ქვეყანა. მესტიის მუნიციპალიტეტიდან ამ დროისთვის საერთო ჯამში 254 მაინერია ამოღებული. გამოძიება მაგისტრალური მილსადენის, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების, წყალმომარაგების ან წყალარინების სისტემით უკანონოდ სარგებლობის მუხლით მიმდინარეობს, რაც არაერთ გზისაა ჩადენილი და სასჯელის სახით და ზომად 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დარიალის სასაზღვრო პუნქტის ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს. უწყება განმარტავს, რომ 17 პირი, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან, ვერ ეკმაყოფილებენ საქართველოს საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ამასთან კრიმინალური წარსულისა და მძიმე დანაშაულებში დასამართლეობის გამო მათ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ეძლებათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა მხარეებს შორის მოგამართული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მესამე ქვეყნის გავლით უკვე დაატოვეს. ტერიტორიაზე დარჩენილი პირების სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად კი ქართული მხარე უკრაინულ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს. განუმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებს არ ეძლებათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალთან მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა. დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ამასთან ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები იწყება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად სამცხე ჯავახიც ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დაათვალიერეს და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო წმინდაშა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მხარეებმა რეგიონის განვითარებაზე მიმდინარე პროექტებსა და ხალხის საჭიროებებზე ისაუბრეს. ბუქარესტი, თბილისი, ბუქარესტი, საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ავიარეისები 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. საჰაერო ხაზზე რუმინული ავიაკომპანია Daneari Princess, რიგით 50-ე სამგზავრო და მე-17 ევროპული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე. ვცლად მარიამ ნებიერიძის სიუჟეტში. ევროპასთან საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკის ფონზე საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. 1 ივლისიდან ბუქარესტი, თბილისი, ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს Daneari შეასრულებს. გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების და ევროპულ ბაზართან კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. Daneari არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც შემოდის საავიაციო ბაზარზე და როგორც ევროპული კომპანია, ის იქნება მე-17 კომპანია და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვსვევთ, რომ ბაზრები იყოს დივერსიფიცირებული და ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ ქართულ საავიაციო ბაზარზე. რუმინული ავიაკომპანია ბუქარესტი, თბილისი, ბუქარესტის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე შეასრულებს. რეისები კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას რიგით 50-ე სამგზავრო გადამზიდის სტატუსით იწყებს. საქართველოსა და ევროპას შორის ამჟამად ფრენები ხორციელდება 160 სიხშირით. ევროპული ავიაკომპანიების წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 35% შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს იმას, რომ საქართველოს და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბუქარესტთან პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც დადებითად აისახება როგორც სასტუმროების დატვირთვაზე, ისე ტურისტული სერვისების განვითარებაზე. სამომავლო პერსპექტივაში იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მსგავსი ტიპის ფრენების დამატება, კერძოდ ბუქარესტი, თბილისი, ბუქარესტის რეისი კი, როგორც აღნიშნეთ, 2026 წლიდან შორეულ პერსპექტივაშიც იქნება ბევრი სიკეთის მომტანი მაღალმხარჯვაობიანი ტურისტის მოსაზიდად. ევროპა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის სექტორისთვის, ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ იმისთვის, რომ ევროპიდანაც შეიძლება მეტი სტუმარი მოვიზიტოთ და თავისთავად ახალი ავიამიმოსვლის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ მეტი შესაძლებლობა უჩნდება კერძო სექტორს. რუმინული ავიაკომპანიის ოპერირებით საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირდაპირ მიმართულებების რაოდენობა 42-მდე გაიზრდება. ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. მასშტაბურ ღონისძიებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მასპინძლობს. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი და დარგის წამყვანი სპეციალისტი მონაწილეობს. შეხვედრის მთავარი მიზანი თანამედროვე მიდგომების, უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა მსოფლიოში წამყვანი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოფენას. დეტალებით ლევან წუწუნავა. პირველად საქართველოში ბათუმი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ინოვაციების სასამართლო ექსპერტიზაში 2026 მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში დარგის სპეციალისტებს საშუალება ექნებათ ექსპერტიზის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ. წლების მანძილზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის, მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებში სტუმრის სტატუსით, თუმცა დღეიდან ბიურომ საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც ექსპერტიზის ბიურო იქნება უკვე მასპინძელი. ღონისძიების მთავარი მიზანი სასამართლო ექსპერტიზის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, ასევე პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და დარგის შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა.
to participate in the conference. ამ კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები მონაწილეობენ. 2 წლის წინ საქართველოში ჩამოვედი, რათა ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცესში დავხმარებოდი. ახლა ისევ დავბრუნდი, რომ გავაზიარო ის ინოვაციები, რომლებზეც შეერთებულ შტატებში ვმუშაობდით და რომლებიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ამჟამად ვარ პოლიციის მხარდაჭერის სერვისების მენეჯერი კალიფორნიის შტატში. მე ვხელმძღვანელობ კრიმინალისტიკური სერვისების განყოფილებას, სადაც მუშაობენ დანაშაულის ადგილის დამუშავებაზე, ლატენტური ანაბეჭდების ექსპერტიზაზე, მათი გამოვლენის მეთოდებზე და სწრაფი დნმ-ის ტექნოლოგიებზე. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ტექნიკისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი უახლესი ტექნიკის გამოფენა მოიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს, რაც დროული ექსპერტიზის შესაძლებლობას იძლევა. ეს არის მართლა ცვალინდელი დღე, რათა დროულად, სწრაფად, გარანტირებულად მივიღოთ დასკვნები, რაც დღეს გვჭირდება დინამიკაში, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში, რეგიონის განვითარებაში. დღეს ვხედავთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული ინოვაციური პროექტები, სადაც გვჭირდება ეფექტური ექსპერტიზის ჩატარება, ეფექტური მუშაობა ინტეგრირებულად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. კონფერენცია 170-მდე მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი, სასამართლო ექსპერტიზის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კულტურის მინისტრს შეხვდა მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები განიხილეს. აღნიშნა, რომ ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება, რაც კულტურული ინიციატივების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. გაიმართა შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრთან, ქალბატონ თიკა რუხაძესთან. მინდა მას მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი პროექტების განხილვისთვის, რაც უკვე დაგეგმილი არის აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში. ასევე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე ჩვენი რეგიონის კულტურულ ჭრილში თუ რა კონტექსტში შეიძლება გამოვიყენოთ ეს რესურსები. განვიხილეთ კულტურული პროექტების წამოწევა, ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივა, რასაკვირველია ვისაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ზოგადად მემკვიდრეობისადმი მიდგომის თემებზე, იმ ობიექტებზე, რომელიც კულტურის სამინისტროს არეალშია აჭარაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გეგმები დაისახა. ასეთ იყო დღის მთავარი სიახლეები, მადლობა რომ გვიყურეთ, მე გემშვიდობებით ნახვამდის.